გავდება მაგ საკითხი რა. ფიგე, ბიჭო, ფიგე, პიდარას, მე ვიდა აგე პოზიციო. ვაი, საწყლეები, ავანტყოფი ხო? მიტრიალებს ახლა აგე პოზიციო, ფიგე, ბიჭო, ფიგე. ვაი, კაცი მინდაო, ხო? მაგ უბედური, მაგი. ვაი, საწყლეები, ვაი, საწყლეები. და ფიგერას ისმის. ევრო წადით ხო? ვაი, საწყლეები. რა ცხოვრება, მე აგერ შვილზე და მომავალზე გელაპარაკები და შენ პიდარასები არ გასცდიან ლაპარაკს. ხო გეუნდები, ახანე ბიჭო. ახანე ასე როზი ხარს, მაო გოგო მოდის. გოგო მოდის. რო შეხედავ, ცუდი არავინ არაა, მაო. გოგო მოდის, ქერათმიანი გეკონება უკრაინელი, რუსი რაცხასეთი. და კაცია? ტელეფონის და კაცია ამ დროს? არა, ტელეფონის ნომერს მოგცემს, ასე, მოგცემს და მიდის, არ გეუნება რაფერს. გინდა დაურეგავ, გინდა არ დაურეგავ. რა ფერაკლია? ახალგაზრდა ბავშვი. რა ფერაკლია, ნამდვილი კაცები მაგ საწყლებს, რა ფერ გამოათაყვანეს, რა მორწმუნეერი იყო ბერძნები, რა მორწმუნე და რამდენი იგმირობები აქვს გაკეთებული და რა ფერ გაათახსირეს, ამია, გაათახსირეს. მაგენი ხო ცხოველები ვიცხოვრობენ ერთმანეთში, ერთმანეთს ყველაფერს უკეთებენ, ქალი კაცს, კაცი ქალს. მისანა უბედი. ხო, აგერ არ იყავი, ახლა მე ვიდა თვითონ. საზიზღარი, ბიჭო, საზიზღარი. არ გინდა არავისთან მისვლა და რაცა საქართველოში როა და რაღა საქართველოში როა ბიჭო იგი უფრო სასიამოვნო თუ არ იყოს გეფიცები ყველაფერს მაო რო შენით რომ მიდიხარ და შენით რომ აბა რა ზამია ინტერესი რო გაქვს სიყვარულის ინტერესი რო გაქვს ბრძოლა რო გინდა და მაქანე ზამია სიყვარულის და ისედაც რომ მე შენი მოპოვებული როა რო დაკერავ რა ჯობი ამას ბიჭო ნაწოლები რო გაქვს უფრო სხვა იგი რომ მოდის და კი, კაია, ბაზარი არა, მაგრამ იმას ვაფშე სხვა მოგა, ბიჭო, მიტომ მე ვასება და ყველანაირად რაც არ უნდა კარგად იყო. სხვაგან საქართველოს ვაფშე სხვა არის. ვაფშე სხვა. ზამია, გიორგი, სხვა არის ჯერჯერობით, მაგრამ ჩვენ თუ არ ვივარგეთ, ხო? საბერძნეთი გახდება სულ მალე. აქანე ზამია, ხალხი დადის ცხვირზე უკეთია საყურეები. კალიცოები, ასე ხარებს უკეთებენ ტონანახევრიან ხარებს კალიცოში, რო კიდებენ ხელს უჯერებს და ედებილები, კაცები, ქალები, ასე დადიან თავისით იკეთებენ. თავისთვის იმონებენ, თავს საცოდავები და მაგი უნდათ რომ პიდარასტები ყავდეთ ირგვლივ, კაც რო კაცობა არ კონდეს, ქალს ქალობა რო არ კონდეს. რავა ზამია ხალები ხატებს რო დააკვირდები, ხატებზე ხო გაქვს ეშმაკები, ქვევით ნანახი შავი ეშმაკები რო არის დაცემული ანგელოზე, ბევრ ხატებზე არის, მაგისან აიგენი, ხო იცი? ხორქიანები. ხო, მერე ზამია თუ დააკვირდები, ხო ყველას მოწკეპილი აქვს, ფეხებიც მოუჩანს და ყველაფერი და ხატებზე ზამია რო დააკვირდები წმინდანებს, ქალებს, კაცებს, ფეხები არც ეს არ მოუჩანს, ყველა არის ანაფორაში და მარტო ეშმაკები არიან მოწკეპილები და ჩვენც ქალები როგორც ადრე იყო, თამთაია და პაწყურია და პუწყურია, რო ვიცოდით რომ ბოზები იყო, იმისანა გაგვიხადნენ ყველა ქართველი დღეს ქალი. და ჩვენ კაცები ვართ, ვითომ და ჩუმათა ვართ. კაცები კი არა კაცები ვართ, არის და სირცხვილი ჩვენ. სირცხვილი ჩვენ რომ ქალები ასე ცოდვაში ჩავაფლეთ, გაიგე? სირცხვილი ჩვენ ზამი. აბა. არა, მათას აზიზღრობა ხდება. აქანე იმენა გულის ამრევია ყველა. აბა, ზამია უღმერთობა, საწყლები, უღმერთობა. ამ ხელაკაცი, ახლა შვილიშვილს რო ასე ირნებდეს, ამის დამსმელი გადაშენდა. აგერ ახლა ახალგაზრდა კაცებს დაძებს. მაქანე გავიგე, მე ეს მომიყვეს, თქვენთან მაქანე იმაში რა ქვია, სადაც ახარ ზამია, თავარ ქალაქში ის რა ქვია, ეკლესიას რო ქირაობენ ქართველი მამაოები, თურმე ქადაგობენ უზნეობას და უვიცობას. წარმოგიდგენია? პატრიარქს ლანძღავენ თურმე, ძალიან ცუდად იქცევიან, შეინდოთ უფალო. ქართველი ღვთლები მაქანე. ხო, აქანე ერთი არის ქართველი ღვთელი. აქანე წლები და ბერძნულათაც. ხო. ან მედგინე ბერძნულათაც რო ლოცულობს, ხო ხტები?